შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი. წიგნი ერთ წუთში. ვინ არის კაცი, რომელიც მხეცივით იბრძვის, მაგრამ ბავშვივით თირის? მდინარის პირას ნაპოვნი უცნობი მეომარი, რომელმაც სრუნად სრულიად მარტომ გაანადგურა მეფის არმია და გაუჩინარდა. ავთანდილმა იპოვა ის. ეს ტარიელია, ინდოეთის პრინცი, რომელიც ჭკუიდან შეშალა ნესტან დარეჯანის სიყვარულმა. ქალი, რომელიც მზეს გავს, ახლა ბნელი ძალების ქაჯების ტყვეა. ის ცოცხალია, მაგრამ ჯოჯოხეთში. მათი გადარჩენა შეუძლებელია მარტო. ამიტომ უერთდებათ მესამე ძალა, ფრიდონი, ზღვების მბრძანებელი. სამი სტიქია ერთიანდება. ტარიელის სისასტიკე, ავთანდილის გონება და ფრიდონის სისწრაფე. მათ წინაშია ქაჯეთი, ციხესიმაგრე, რომლის კარიბჭეც არავის გაუღია. სამი გმირი ათასობით ურჩხულის წინააღმდეგ. ეს არ არის უბრალოდ ბრძოლა, ეს არის ომის სინათლის დასაბრუნებლად. ვეფხისტყაოსანი. წიგნი იმაზე, რომ როცა გიყვარს, შენთვის შეუძლებელი არაფერია, რადგან ბოროტსას ძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია.